გამარჯობა ხალხო. გაუმარჯობა. გლაღადავდი. როგორ ხართ? მოთხოვია ეს დასადეიდა. როგორ ხართ ხალხო? რაშვებით. ხალხო რა მომივიდა ახლა? იმას აშვებოდი რა ქვია, ტელეფონი გვერდზე დავიდე და кейს კიდე მაღაზია შტატივზე უკეთებდი. რაღაც აყირავებულია იქ. არა. კი. არ არის აყირავებული. იო, რაღაცნაირად ადგას. არ არის კაცო აყირავებული. როგორ? რაზეა სიტრი? არ არის აყირავებული. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი ჩვენსკენ წვიმს. გატრენკავებულია რაღაცა. ნავად. აი, ბოლოში რაღაცა სჭირს. რა ქნა? გავაგე. იყოს აი ხოსო სწორია და იყოს ჯერ. გატრენკავებულია რაღაცა, აყირავებულია. გატრენკავება აყირავებული. ხალხო. მურაბას ავხარშო. სხლის მურავას. სალის მურაბას. ხო გავაჩერი დუღილი, მე ცოტა ხასული გაცილდება, მე კიდე მოვადუღებ და მე ჩავშვებ ბანკებში. მახუფა და დავაწერ სხლის მურაბას. მახუფა? მოუჭერ. დავაწერ მურაბას. სხლის. თორე ერთმანეთში რო არის ბანკები დალაგებული, ხო, მერევა რომელი. სხალია თუ ის არა ქვია. ვაში. ატამი. სალია თუ ატამი. მარწყვის მურაბა ვერ გავაკეთეთ რა ერთხელ რა. ინდა, გიყვარს. გიყვარს მარწყვის მურაბა. ლა. გავაკეთე მე შეიძლება. როდის? ერთხელ გავაკეთე მომავალში. სად არის მარწყვა? ახლა მინდა მომავალში რა მინდა. ახლა საიდან მოგიტანო? მურაბა. პაიდრონ კამპოტიც გაია მარწყვის. მე მარწყვის კამპოტის ის არა ქვია. ფელამუში. და ჩურჩხელები. მარწყვის გემოთი რო იქნება. დაგვეწყება ახლა ჩურჩხელობა. ახალ წლისთვის. ჩურჩხელები მერე ის არა ქვია. სამზადისი. გიორგი ცოტა ასე შემოვლო, მინდა ამიტანი წვინა. როგორ შემოვატრია? აი ასე რაღაცნაირად გმოაბრუნ. აი ეგრე ხო, ეგრე. როი ამიტანი ურტყამს და იქ შუქს. აი ახლა აღარ ურტყამს. და თვალები მომჭრა. და ხალხს რაღაც უზამდა. რა მომჭრა? აი ნათება. მე პირიქით ახლა უფრო მჭრის. ეხლა მე ვანათებ. აქედან. არა, იცი სხივივით იყო რაღაცა დაკრული. რა ხდება? ისეთი არაფერი. ჩვენსკენ არაფერი არ ხდება. მარტო ერთადერთი ხარშავ. წვიმს. ხო. წვიმა და წვიმა. კაი არის წვიმა, ცოტა ჰაერი გაიწმინდება. დაგვაგრილა, მაინც ისა მაქვს. სახში რომ ტრიალებ ხალხო, ხან საჭმელს ვაკეთებ, ხან ახლა მურაბას ხარშავდი კიდე. ხან რას, მაინც მცხელა. მაინც ცხელა ჯერ. არა, მაინც კი კაცო, შესად არის ეს. ფანჯრიმია ვაგდა. მე მაღაზიაშიც უნდა წავიდე. წვიმაში. ძალიან კარგია რა. გესაც და იცი რა ვაგდა, გზაში რომ მოდიოდი, სულ დავსვენდი. აუ რატო არ ვიყავი ნეტა? კარგი არის. წვიმა მიყვარს. თოლები მიქავა. რატო? ეგრეა საქმე. კარგია. რაღაცას რო გავაკეთე. დღეს მეხოდა მარო იწყება. უყუროთ 8 საათზე, ხო? რა კარგია. 8 საათზე მიხოდა მაროი გვაქვს, კარგია. უგურე. დღეს ნეტა ლაივები იქნება TikTok-ში. კაკრას იცი რა არის? კაკრას მიხოდა მარო დამთავრდება და კაკრას ის სერიალიც იწყება. დაიწყება. ხო. რა კარგია. ნეტა რას იზავენ დღეს ლაივები იქნება? არა არ მგონია. ლაივები? ხო. მე გუშინ იყო და მარფერი უხსენებიათ ისეთი. არაფერი უთქვათ. რა? ლაივთან და მაგას TikTok-ის წესებთან დაკავშირებით.
იმათა ისინი ვერაფერს ვერ იძახიან. ისინი არიან გამწარებულები რაღაც. ვინები? ხალხი, იგენი. რა ოხრობამ გაამწარა. ვინც ითხოვდა. რა ვიცი ქეთი მაინც იყო და. ქეთი მაინც იყო, მაგრამ ის არის რა ქვია. ქეთიც იყო, ისიც იყო, რა ქვია. ირინა შემხვდა. ირინას ის ბიჭიც იყო. ხო. დღესაც იყო ვიღაცას დაცინოდა ხალხს. ისო ქეთი ის რა ქვია იმას მეორე როცა გათხოვდა ამბო. ეგიდუნაშვილი. ხო, ის მაგარი არისო. მაგის იმავზეო ყველა სიმღერებს იმას ადგავს. სიმღერებს კი არა, დღე და ღამე მაგინა გულწრუნავ რა. მაგის თვის დგავენ სიმღერებს უ? მაგის სიმღერები იმეებზეო რა. ესე იგი რო აკეთებენ რაღაცას. ხო. აგაგდოთო. მაგარია რა მაგარია. ძალიან. რა არის მაგარი კი არა, თავის მოტორზე ვერ არის. ვერც ერთი მე თუ მკითხა. შეგონი ეგ ბიჭი დალაგებულია? ვინ ბიჭი? აი ეგ ვიღაცა არის, რა ქვია. იმისთან უარი, რა ქვია. ირინასა. შვილი ყოლია. ვისა? მაგუჩო წელი შვილი ყოლი. რა ქვია, თემო თუ რა ქვია. რაღაცა ქვია მე რა ვიცი. დალაგებული ვერ არის. დალაგებული კი არა გლახა არის. თავისთვის ყველა დალაგებულია. სათავისოდ. ყველა შაყიდებს, ყველა ლანძღავს კაცი. სხვათა შორის დასცინიან. ხო, რა. მაგათ. დასცინიან. აი ახლა კაცი არის ახლა. ვინ არის ახლა ის ქალი ბებერი ვიღაცა ნორმალური იყოს მაგასთან კი არ იქნება. მე იმისი არის ეგ შვილი და რა გააკეთოს? არ არისო ჩემიო იძახიან და. იძახის არ არის ჩემი. არა, ამბობს. აბა ვინ ჯადაბასია რა არის? მე რა ქეხვევიან ერთმანეთს აღარ იციან რა ქონდა და მე რა ვიცი ვისი. დედა რა გავქნა? რა ვიცი კი ეხვევიან და მტყლაშან ტყლუში კი გაუდით ხოლმე და. აი მაგ დროს უნდა შემოარტყა და მიადღო ერთმანეთ. არ არის. ჩემი არა, აბა ვისია, ჩემი. ბაბუა ჩემს, მე რა ვიცი. წავიდეს ბაბუა ჩემთან. ჩემია. აბა ჩემო სულ არ არის. მე რა ვიცი რა. გასულდება ადამიანი რა. ყოლია მაგა შვილი მყავსო და საიდან უიხმის. ის ირინას მაგაზე ბევრად დიდია. რა არის? და ჯერ ეგეთი იმას შვილი ყავს. რა სად აყავს ვინ არის ისა? ცოლი არ აყავს და შვილი მყავსო და ერანე დაშორებული იქნება შეც კიდე. ვინ გაჩერდება აი მაგანაირთან? დაცურებული. მაგანაირთან ვინ გაჩერდება იქა? ვაიმე დედა ღმერთო. ამდენი დაცურებული ყველა TikTok-ში როგორ ამოვიდა ეს. ვისაც ის დაეცა რა ქვია. ყველა ბათხოვრობა დაიწყო რა ოხორო. დარიქ აღარ მინდა TikTok-ზე ლაპარაკი მოვიდა ყელში. просто დღეს მაინტერესებს რა. მეც მაინტერესებს, ეგ მაინტერესებს რა აზიზავენ. გადმოვლენ გიორგი აქა. არა, გადმოვლენ YouTube-ზე კაცო, არა. YouTube-ი არ გააკეთებს მაგას. YouTube-ი ვერ YouTube-ი ვერ იზავენ, ვერ გაიდგავენ იმას. რა ქვია? ფესვებს. ჯერ TikTok-ზე კი არა, YouTube-ზე უარეს ჰეითერები არიან დედა. ხო, მაგრამ და YouTube-ზე რო გადმოვიდნენ, მიიღებენ კიდეც. YouTube-ი არ გაუშვებს ეგეთ. არა, YouTube-ი თვითონ არ გაუშვებს. ელემენტარული ხალხო, აი მითხარით აი. ერთი წამი რაღაცა მუსიკას რო გაიგონებს დედა გვაქნატირები რა. ხო. ხო. ელემენტარული ეგეთ რაღაცას გაუშვებს, ნამდვილად არ გაუშვებს. არ გაუშვებს, არა კაცო, არა. თოლი გამიწითლდა. რაღაცნაირად მეწვის. არ გაუშვებს, მასლა არ გაუშვებს. YouTube-ი მაგას არ გაუშვებს. გავარი TikTok იმაზე. Face-ზე. სხვა რაღაცას მოიგონებე, რა ვიცი. Facebook-ზე და იმას. Instagram-ზე, Insta-ზე. წავლე. ჯერსი არიან და. რა ვიცი, Facebook-იც უწმაწური მეებს არ უშვებს, იმას ადებს. ბანს. ძალიან კარგად. უმსგავსო ადამიანები არცად არ არის სასურველი. არათუ სოციალურ ქსელში, რეალობაში არ ვარ გათვლილი. ხო, არათუ სოციალურ ქსელებში. ხო. ნამდვილად არ არის სასურველი. ისევ წავიდნენ ქუჩაში არიქა დაგვანებები თავ. ჩვენ მაინც არ ნახავთ ინტერნეტში.
არა არის ახლა იმაში მიდა კიდე რა ქვია ქარაგში რო გავა სადღაც ის შემკვდეს უკუღმართი ზოგი ქუთაისში დაიწყებს იმას ო რაჭველი მაინც არ იყოს ისა ქალი ვინა რა ქვია ირინა რაჭველია ხო რაჭველია რაჭაში სახლი ქონდა და აქ წამოვიდა რაჭაში კიდია დაჭიდან ქონდა ამზაფხულს ვიდეო ისინი იყო რაჭაში ჩასული იყო კი მაგას შვილი ყავს ხო მაგას ყავს კი არაო კი დიდი ბიჭი ყავს პირველი შვილია ეს ეძახის პირველია მაგრამ ყავდა ადრე მაგას მან სახლში ყავდა რაჭის სახლში თავიდან რომ გამოვიდა ო დიდი ბიჭია პირველი შვილიაო და თუ პირველი შვილია რანაირად იტყუება თუ შვილი ყავს ახლა შვილი მყავდეს რატო უნდა მოვიტყუო იტყუებიან დედა ყველაფერი ბევრ რამეს იტყუებიან ისიც მასაც იტყუებიან თვითონ რო არსებობენ საერთოდ მგონი ვაი გითხარი თვითონ რო არსებობენ იმასაც იტყუებიან დამცხახა მე რასაც არ ვიტყვი აი მე და ღმერთო არა უბრალოდ იცი რა არის აი ესეთი უნაირობა არაფერი მინახია რა ჩემი სიტუაკი გამართლდა მე არაფერი არ უნდა თქვა გეფიცები არაფერი არ უნდა თქვა მართლდება ყველაფერი კიდე ხო არ ნახება ბუას ეს მასში ჰა კიდე ნახულო ჯეჯობით აღარა ელემენტარული აი სიტყვაზე ავიღოთ აი რატომ უნდა იყოს ეგეთი ადამიანები რატო გამოჩნდნენ აი დაგვიწერეს ისა ადრეც იყვნენ და უფრო გამოჩნდნენ ეხლა გამოჩნდნენ უფრო ხო ადრე იყვნენ როგორ არ იყვნენ მაგრამ ეხლა გამოჩნდნენ ეხლა გამოაჩინეს საკუთარი სახეები რატო ვითომ რა არის მანდი იმაში რომ ნიღაბი ეხლა ჩამოიხსნეს იცი რა ნიღაბი კი არ ჩამოიხსნეს კი ადრე არ იყო სოციალური ქსელები გაიგე და დამალული იყო მაინც ახლა ზოგი იქ მიდიოდა ზოგი იმას აკეთებდა და ვერ ხედავდი და ეხლა სოციალური ქსელი რო გავცელდა ხო სოციალური ქსელშიც გამოვიდა და თექსოფლიოს მოედო რა აი იმიტომ არის იმიტომ იმაშო რომ ადრეც იყვნენ როგორ არ იყვნენ აი იც არის რა ქვია სხვათა შორის ამ ბოლოს იტალიაში ქართველების ქონდა ჯგუფი ქალებს და იმებს იპარავდნენ რა ქვია შექმნილი ქონდა დაჯგუფება შედიოდნენ ოჯახებში და იპარავდნენ ძვირფასეულობას და ყიდიდნენ მერე და იჭირეს მე ბებოებს იმაში ახოდნენ რა ქვია ლეიბებში და საერთოდ კაცო ვაიმე მადანე როგორ გავახო ალბათ თიშავდნენ რაღაცას ასმევდნენ და გაახვევდნენ და დაახვევდნენ იმ სახლიდან როგორ დაახვევდნენ წავიდოდნენ მე იმ სახლიდან და შვილი რომ მოდიოდა იმას აშვებოდა რა ქვია და ხურობდა გათჭურბებულს და ერთი მოკვდა კიდეც მკვდარი დაუხდა შვილს ვაიმე ხალხნო რა ჯანდაბა არის საერთოდ ცოტა ხანში ესენი ისე იზავენ ეს ვინც გლახა ქართველი არის ისე იზავენ რომ ქართველის გაგონებაზე ევროპელი გაიქცევა უცხოელი გაიქცევა გეფიცები შეეშინდება იმდეს იზავენ და მართლა ვინც კარგად მუშაობს და ვინც ღირსეულად მუშაობს და მართლა კარგად მუშაობს იმათაც სახელს უტეხავენ კი მართალია და ვინც წავა და ნორმალურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღარ შეუშვებენ ცოტა ხანში ისე იქნება საქმე ხო რამდენი ემიგრანტია წასული ხო აბა რამდენი ემიგრანტია წასული და წვალობს რომ ოჯახს რაღაცა იმას აკნას რა ქვია რამდენი მონატრება ხო რამდენი შვილები ყავს დატოვილი პატარები და წასულები არიან რამდენი სწვალობენ რამდენს აი ზოგი ხან რასაკეთებს ზოგი კარგად მუშაობს ზოგმა კიდე აიხსნა აკვირი მიდი გულაობენ როგორც უნდათ გულავი გავოდით როგორც უნდათ გულავი ახლა იძახონ გულავი საჩუქრებსაც ვეღარავინ ჩაურტყამს არა ვერც დალაიქებ დალაიქებით კი მაგრამ საჩუქრებს ვეღარ ჩაურტყა
რატო? იმიტომ რომ ეგეც ფულს გამოიმუშავებს. საჩუქრები რა, გუგუის ვარდი, ლომი, გულები და აი თავზე რომ რაღაცა ამოდის. ხო, რა, ეგენი არის საჩუქრები, ეგენი გამოიმუშავებს ფულს. ხო და ეგენიც არა. ხანდახან გვიგვინი რო გამოუვათ ხოლმე, ხან კიდე როსხედან და უკან რო ლომი გამოუჩნდება ხოლმე და ესე რო შვება. ეგეც ვეღარ იზმას ისავი. ეგეც ფულს გამოიმუშავებს. თურმე. მე მეგონა უბრალოდ უფასო, მაგრამ რა უფასო ხალხო ფასიანი ყოფილა ეგეც. 100 წელი არც და ურტყავ. არც ვიზამ და არც ისე უბრალოდ შევდივარ. და იცი რა არის, უბრალოდ ვისაც სჭირდება თქვათ, საოპერაციოდ სჭირდება ფული და არა აქვს შემოსავალი და ვერ მუშაობს, ხო? იმასაც მისთვის არის ცუდი. თუ რამათ ხო საერთოდ TikTok-ი უნდა გაუუქმო. დაიპუტავენ სადაც რამე თმა აქვთ. სადმე რამე თმა თუ აქვთ, მოიპუტავენ სუნთლიანად. ვაიმე დედა. რაღაცას კი ის გამოძებნიან ისეთი უხრები არიან ეგერი რო. ასა გამოძებნიან ახლა. დაიწყებენ სიგიჟეს. ზოგი ტატუს გაიკეთებს პირად მომეს და დაიხატავს. ვერა, არ იმას იზავს. ვერ რამშულობა პირად ნომერს სტატუს ხო დაინახავს. სად უნდა გაიკეთოს ახლა შუბზე უნდა გაიკეთოს მაშინ. რომ ხალხმა დაინახოს. აქ მიიხატავი რა. სადა? ბილწიენა თუ აქვს თქვენ გაიხდიან რა, გახდა პერდეიზარებათ მაგათ. არა, მე გაიხდიან და TikTok-ი საერთოდ გააკრობს. აქამდე უნდა გეიქრო ახლა კი. სად იყო აქამდე ეძინა. ხალხი გააკოტრეს გონი. ეძინა ხო, გონი რა ვიცი მე. გააკოტრეს ხალხი. დიდარი ხალხსაც აქვს თორე მაგათ კი არ ჩაურიცხავდა რო არაკო. აი მაგალითად, ვინც ევროპაში არის წასული და მოხუცთან მუშაობს და 100 ევროზე მუშაობს, ის მანდამდვილად მაგას არ ჩაურიცხავს. ქვეყანა იქნებოდა თავთ ხალხს და არა უბრალოდ იცი რა არის გიორგი რომლიგან. ვინც დიდარია გონია, ისინი გონი დააკოტრა. გააკოტრებს. გააკოტრა ხალხი ამათმა. ერთმა ხო ყველაძე რამდენი 1000 ჩაურიცხა. 3000 თვაცა. ევროთან. ვაიმე ერთმა 3000 евро ჩაურიცხა. ხალხო უფრო მეტი თუ არა კიდე. ყველაძე და 3000 евро რამდენი. სახლის ფული. 3000 რამდენი იქნებოდა. ეგ 20000-ად იყიდა იქ სახე. ხო და მე 20000 მეტი არ იქნებოდა ისა. 3000 евро. ღმერთო 20000 რო ერთ ანგარიშზე გიქნება. აუ ეხლა ფიქრობ რამდენი იქნება? ერთი ანგარიში 2 3-ვე ანგარიშზე ფული აქვს. ვის არის აქ? ოლიგარქია ეს კალი რა, ოლიგარქია გეფიცები. ჩემ ბუნებაში ბიძახი ერთხელ არავინ მოგივარდეს მაგ სახში, არავინ დაგაყაჩაოს, არავინ წაგართოს ბარათები თქო რა, საჩვენებ ამ იმაში თქო რა ქვია. მაგრამ ფულიანი კალია რა. ოლიგარქ. დადის დაგულაოს ყველაფერს აკეთებს. თან რამდენჯერ იყო დასასვენებლად ვინის ის? ხო, ამზა ფულს და ბათუმში რამდენჯერ იყო? მარტო ბათუმში. მარტო ბათუმში კი არა, იმაში რა ქვია. რა ქვია იმას? ბორჯომში 4-ჯერ 5-ჯერ იყო. ამბავი მაგრაც ის. ჟუჟონა წვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა დიდი მინდორი დანამა ვინ ჩვენსკენ არა ყოფილა გული გაუწეს დანამა ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქოს გული გაუპოს დანამა. აჰო, ეგ უნდა მეთქო და ჩვენსკენ არა ყოფილა. ეგეც გამოვიდა სხვათა შორის, ეგრეც გამოვიდა.
ვინც ჩვენსკენ არა ყოფილა აი ხა ყველა კარგად ლიგა უპოიდა ნამაი ხალხო ის უყარს მიხოდა მარო მე მიყვარს მე უყურებ მეც უყურებ პირველ სერიის იმას ავარაფია არა შუა ქალაქთან კი მაინც ვერ მივა მაგრამ ვერც გაუტოლდება მაგას მაგრამ მაინც კარგია მაინც ის თურქულებს ხო დღევანდელი დღის კვალობაზე მაინც კარგია თურქულებს კი ჯობია ცოტას მაინც გაგვახსენე კი ჯობია და ცოტას მაინც გავიცინებთ ხანდახან უზრდელ სიტყვასაც იტყვიან ეგ არაფერი კაცო ეგეც წავა ახლა მე განავი იმას კი წინააღმდეგი კი არა ვინმეზე გიოდი რომ ვისაც რა ვარც უნდა ისიქნა იტყვის კიდე ისეც ყველას კი ჯობია სხვათა შორის ზოგს უნდა ზოგი ითხოვს კიდეც უბრალოდ არ უნდა იყვნენ აი მართლა საჯაროდ არ უნდა იგინო და ილანძღო ზოგს სხვათა შორის საჯაროდაც უნდა სიმართლე ვითხრა ზოგი ითხოვს ზოგს ესაჭიროება რომ ცოტა აზრზე მოვიდეს ზოგს ესაჭიროება 1 სართულიანი კი არა 10 სართულიანი კი უნდა ზოგს ესაჭიროება მაგრამ ტრადენაც არ უნდა ავიმყარავ. აი დღეს ტელევიზიაში როგორ მოცხადეს იმ როგორ მოკლეს. ეს ხალხიც გონს ვერ მოვიდა. გონს ვერავინ ვერ მოვიდა. რა მოხდა ვერავინ ვერ გაიგო. შველა უნდა და იმ ადამიანზე ვერ არ უშველი. თვითონ იმ უბედურ გოგოსაც მას ვერ გაიგო რა მოხდა. და გადაბრუნდა კიდეც. არ იცოდა რა მოხდა ვერ გაიგო. ვიდეოში ხვდა უნდა მოკლანო. სიკვდილი მიუწაჟეს. აი რაზე უნდა მოიკლას ახლა ვიღაცის გულისთვის თავი. მაგრამ ის ყოფილა შეუბრალოდ ცხადი ყოფილა უსახკარო. არა ბერჯერ ნასამართლე. ბერჯერ ნასამართლე უსახკარო ვიღაცა ყოფილა ბერჯერ ცუდი დანაშაულებია თან. მომწყდა კბილი ჰა. რომელიც წინ. ვაიმე. აღარა გაკ. რა გაკჩანგრეული ბავშვივით. კბილი. როგორ ბავშვი? ბავშვი სანამაოაგელა ეხლა რაღაცნაირად. ეს წინა როა და გვერდები ისე აქვს. ხო, აი ეს წინა რო არა, ხო ურცალი და? ხო. მე ან წინა რო ამოვა და გვერდებზე რო არა აქვს. გვერდებზე რო არა აქვს, ხო. ბავშვი, ხო. ჩკვალი. აი მე ერთი ახლა უკრაინელს უყურებთ ხოლმე. უკრაინელ გოგოს უყურებთ, ცოლ-ქმარი არიან და რა საყვარლები არიან. ბავშვი ყავთ, ნუ არ ვიცი. საყვარელი ბავშვი ყავთ. ჩასაყლაპი, აი მართლა ჩაყლაპა იმ ბავშვზე. მოვლილი სუფთად აქვთ იქაობა მოწყობილი მშვენივად. ჯერ იყვნენ იმით. თაში ცხოვრობენ. ჯერ იყვნენ რაღაცა ძველი სახლი ნახეს. ძველი სახლი ხარხნო. გაკრასკეს, გაალამაზეთ, გააკეთეს ყველაფერი, გაასუფთავეს, მოაწესრიგეს, მაგიდაც გაკრასკეს, ზოგი ლურჯად, ზოგი წითლად, ზოგი იცი რა არის? საწოლები. იცი რა მგონია ხალხო? მე მგონია რომ ქალაქში ქონდათ ცხოვრობდნენ ეგენი სულ ყველა და ონს გაიქცნენ. სოფელში სადღაც. ეგრე მგონია მე. შეიძლება იქაც ცხოვრობდნენ სოფელში. ეხლა სოფლები ხო იქნება იქ. კი და ისეთი კარგი არიან. ლამაზი ადგილია თქვა. მერე სხვა აიშენეს ის კარგი სახლი. ახალი სახლი გააშენეს. ყოხტა სახლია, ყველაფერი აქვთ მოწყობილი, ცივი ცხელი, ყველაფერი კარგად. სისუფთავი აქვთ. ისეთ საყვარლად იქცევიან ისე ყოხტად. ის გოგო იმნაირი ყოჩაღია, რომ ნუ არ ვიცი რა. ის ბიჭიც სულ თავის ხელით აქვს გაკეთებული ყველაფერი. იმ ბიჭს. მე ის გოგოც როგორ უდგავს ხარში. როგორ ეხმარება, ხო. ყველგან დაყვება თან. ხო. ყველგან აბსოლუტურად. ახლა წაღანა უყურებდი მაყვალზე წავიდნენ იმ მოტოციკლეთით ოღროშ. ხო. იქ მაყვალი კი არა ისა იმითი რა ქვია. მაყვალა კი არა ირა ქვია წითლები რო არის. სმაროდინა. ჟოლო მოკრიფეს და ის არის ისეთ მართლა გესიამოვნება იმათი ყურება
რა ქვია სახე? ილია ქვია იმ ბიჭს? ილია ქვია ბიჭს, ანგელინა ქვია გოგოს. ხო, და რა ვიცი. ისეთი კარგები არიან მართლა ყოველ დღე. ახლა კიდე უკრაინული ვისწავლოთ და ჩართული მაქვს სულ ხალხნო და უყურებ და უყურებ ისე მომწონა. უკრაინულს ვისწავლით ახლა ხალხო და ისე მომწონა, ნუ რა ვიცი, მართლა აი კარგი წყვილია, აი მართლა კარგი. გოგო არის პატარა გამხდარი კი არა ძალიან, მაგრამ ჯავალი გოგო და ბიჭი არის 2 მეტრიანი უმსიმაღლეა. საყვარელი ძორხმარი არიან მართლა ტკბილი ოჯახი რა. უხდებიან ერთმანეთს. კი, უხდებიან ძალიან. შესაფერისები. ხო, უხდებიან, ის გოგო დაბალია, მაგრამ უხდება ძალიან. აი ის არის რა ქვია. ტკბილი ოჯახი. აყუდებული ხო არ იქნება უაზროდ. როგორ არ მიყვარს უაზროდ აყუდებულები რო არიან ხოლმე. ცხენები. ის არის რა ქვია. ის გოგო კოხტა გოგო არის. კოხტა გოგოა ძალიან, კოხტა შრომელი, არ თოხნას იკლებს, არაფერს თაგი, არაფერს არ ათაკილობს აბსოლუტურად. სისუფთავე სახში, არაფერს იუარებს. ქმარსაც მოწესრიგებული, ხო, აი. დაჟე ცემენტებზე და იმაზეც კი ეხმარება, რომ წაუკრას ქმარს ხე. თავის თავსაც უვლის. ხო. და ოჯახსაც. კი, აი ძალიან მოწესრიგებული, ძალიან. იმ ხელას უფრო მაგან გააწყო, რამ ხელა ის გააკეთა. რა მაგარი სუფრა გააწყოთა. ხო. ჩიტის რძე არაკლია სუფრასო რო იტყვიან ეგ არის ზუსტად. ჩემსავით. ჰა? ჩემსავით. ხო. ჯოჯოხს აი ბებია შენი ცმუშაობდა მამა ჩემს მუშაობაზე მამა შენი ცმუშაობდა. მარტო მე და შენ ვიყავით სახში. საჭმელი იმათი, მით უმეტეს არიცხს მანქანები მაშინ არისო. არისო. კი ქონდა ის სატრიალო მანქანა იმისი რო ქვია. ოკა. უკა ხუთიო თუ რაღაცა იგი რო იყო ხოლმე. დაჟე სისუფთავე ხო მოწესრიგებული ეზო, ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული მქონდა. საჭმელიც შენი მოვლა, შენ ძილში გიორგი, შენ გიყვარდა კაი ძილი, რო დაგაძინებდი, თქვათ, ის არ ქვია, 2-ის ნახევარზე, იღვიძებდი 5-ისზე 6-ზე. ისე კარგად გეძინა. შენ ძილში ეზოსაც ვალაგებდი, საჭმელსაც ვაკეთებდი, სარიცხსაც ვეწყავდი. შენ საჭმეს ხო სულ გაზზე ვიყავ, შენ საჭმეს სულ ერთ ჭამას, ერთი ჭამა, აი გიორგი, საათობით გაჭმევდი გიორგი. ერთ ჭამას სხვა საჭმელს გაჭმევდი ყველა ჭამას. ერთი და იგივე საჭმის არაფერს არ მოგწევდი. იმათი ახლა დედაჩემი ოჯახის ახლა ქვეყანა ვიყავთ სახში რა. დიდების საჭმელი ხო, ოჯახის. ხო. იქ რეცხვა, იქ კეთება, იქ სისუფთავე, იქ მოწმენდა, იქ დალაგება, იქ ჭუჭენ. სად იყო მაშინ არ იყო ის რაკოინები და უკანები და ისინი რა. იმაში დავრეცხავდი ღამეც. შვენი ღამეც კიდე მთელი ღამე გიორგი ჩემთან იყო. შვენი რა, ვერ ვიყავი. ახლაც ასე არა ვარ, მე არ ვაკეთე. ვინაკეთე. მაშინ წესასრუტები და ისინი იმდენად არის. ხო, სად იყო კომფორტი, სად იყო. სულ ტილოთი და სულ იმითი დავდიოდი რა ქვია. და კიდე ხალხნო აი რა ვიცი შეიძლება თქვათ რომ აი ეს ქალი რატო ლაპარაკობს ამას. სველი სალფეთქით გაწმენდილი რამეს ვერ ვეგუები, ვერაფერი როგორ მეჯავრება. შეიძლება ახლა ამ პარტავნად ჩამთვალოთ, ამ რაღაცად ჩამთვალოთ. ნამდვილად არა ვარ ეგეთი ადამიანი რომ მე ამ პარტავანი ვიყო და ზედმეტად ვიმეს რამე მასქნა ნამდვილად არა, მაგრამ აი სველი სალფეთს გაწმენდილი არ შემიძლია მე სველი სალფეთქით ვერ დაჟე ხელსაც ვერ გავიწმენდა სველი სალფეთქით არ შემიძლია. ფეხსაცმელი შეიძლება ახლა ტალახი რომ მოგეცხება ქუჩაში რომ მიდიხარ და მოიხო ხო მაგრამ აი როგორც აი ზოგი რომ მაგიდას გაწმენდა ზოგი იმას მაგიდა კი არა მარტო ხელებიც არ უნდა გაიწმინდო მაგრამ არ შემიძლია ვერ ვიზამ სხვათა შორის იცი რა მაგიდა და ის ხო ჯანდაბას ხო მაგასაც საჭმელს ალაგებ იმაზე და რა აქ რაში არის ამოვლებული ხო ბევრჯერ ქალაქში მაგალითად მე მინახავს რომ გაუწმენდია ვაშლი შობელს და ბავშვისთვის მიუცია ხო აი მაგაზე და ბავშვს უჭამია ხო სპირტით ხო არის რაღაცით ხო არის რაღაცა ხო შხამი აქვს მაგას შიგნით ჩასხმული ხო აქვს რაღაცაში არის ამოვლებული ხო ნამია და შიგნით რო გახსნი სითხე ხო სითხე არის რაღაცა არის ხო რაღაცა არის შიგნით ამოვლებული ხო სპირტიდან ნაცეტონი შეიძლება არის ხო აი რაღაცა სუნიანი ხო
რაღაცა ხო არის ქიმიური რაღაცა არის. როგორ შეიძლება მაგითი ვაშლის მე გაწევა და დაჟე ბავშვისთვის მიცემა. აი ის არის რა ქვია, ბავშვები რომ ყავდნენ ისინი რა ქვია. იძიძათ რომ მუშაობდი ხო და გინდა მე მაგას ურეცხავდი, არაფერთ არ გაუსვამდი ბავშვს, გაურეცხელს. მივიდოდი, გავრეცხავდი ახლა უნკანზე და იმითი გამოუწმენდავდი, გამოუზოთ თუ ყოველ წუთში ვერ დაბანახლა, ყოველ წუთში ხო ვერ იზამდი. ყოველ წუთაც რას იმასია. ხო, მაგრამ აი შველი სარფეთქით რო გაწმენ, მე არ შემიძლია, მაგითი ვერ გავწმენდავ რამეს. ზოგადად ისიც არ შეიძლება და კიდე საკვების იმის გაწმენდა მე არ შეიძლება. იმას იცახოდნენ, რა ქვია, მაგიდა სტილოთი წმენდავდი და ბაქტერია. ტილოთი უწმენდაო, ბაქტერიები აქვს მაგ იმასო რა ქვია, ტილოსო. და თასიც არ გაწმიდო. აბა რითი უნდა გაწმიდო? იმითი რა ქვია მართლა. სველი ხელსახოცით. ქაღალდი რო არის ჩირადე მე. ქაღალდი. აი ეს უგვალი ქაღალდები რო ეკეთება, უნდა ვიკიდო ერთი ურცალი ეკა. ახალ წესთვის კარგი. ეგ ხო ეგ ის ხო არ არის ამოვლებული არაფერშია, მაგრამ სველის ხელსახოცი. არა, ხელსახოცი ნამდვილად არ შემიძლია. თას რო გამოუსვა იმაში ხო საკვები უნდა ჩადო, არა შენ თვითონ არ უნდა ჩამო. ხო და შენ თქვენ რო დაგვინახოთ მაცივარს, როგორ ვალაგე მაცივარს აი გადაირევით. მაცივარს გამორთავს ხოლმე ხალხი. ხო ხო არიდებს ყინულს. რა თუნდა მეთქი ეს ყოველ წუთში რო ტიჭავა მაცივარს. გაჭეფათო. არა ხო უნდა გამოუწმინდო. გამორეცხავ, კარგა. გამორეცხავს ხოლმე ხალხო მაცივარს რეცხავს. ის შუშიები რაც აქვს ისე მომზე, ის მეებს გამოვიღე, გააჩოთ, გავაფრიალე. სურათს წვენდავდი და ჩამოვივარ. ვაიმე, სურათი თუ გაქვთ დანახული სამზარეულოში რომ სურათი გვეკიდია იმისი ყვავილია რაღაცა და გვეკიდა. ახლა აღარ კიდია. წმენდავს დღეს და წმენდავს არ ჩამოავდო. ჩამოუვარდა დაბლა. წმენდის დროს ჩამოვარდა ხალხო. მოხსენი და შემომეშალა. ხო, მოხსნა. ის მოხსნა. თვითონ ის ჩარჩოში იყო ჩასმული, პლასმასის თუ რაღაცა ლამინაცია დაღატული. გონი. მოხსნა. შემოიშალა. გორდები ვერ მოწყდა. ვეღარ იმას ავქეთ, ვერ ავაწეთ, ვეცადე მეც და მეც ვერ ავაწყე და მომეშალა ნერვები და გადავაგდე ის თავის ხუთი. ისა. ჩარჩო და ყვავილი დადეთ ისე. შემომეშალა ჩაისა ყვავილი. და მოდი და ნუ გაწმენდა, მე ყველაფერს ავწმენდა. რაღაცა ლამაზი პოსტერი კი აქაც მოუხდება სხვათა შორის. აი აქ. რაღაცა ლამაზი პოსტერი. სურათი. აქ თუ ავეწყეთ გიორგი და გავაკეთეთ აქაობა, აქ ტელევიზორს დავკიდებ აი. კი. მე ტელევიზორს როგორ ხდება ხოლმე ისინი ირგვლივ რომ ისინია რა ქვია. სურათები რო არის, პოსტერები. აქ თავდგამასი გძელი ისინი რო იყიდება. ო. და სადგამი ჩამოვკიდებ აქ დივანი ხო დგას. დივანი? ღამე იქნება აქ გასაყურებელი. ღამე რა გულით? რატო და შუქი აღარ დაარტყავს კარგანა? იქინა ხო შუქი დაარტყავს, მაგრამ აქ მუქი ფარდა უნდა გაუყო. ძირითადად იქით ავარ ხოლმე მთელი დღე და მე გამოვა და მე უყურებ აქა. ხო. ხან სერიალს უყურებს ნელი, ხან კიდე ეხლა უკრაინელი აიჩემა. ადრე ის ყავდა რა ქვია, აჩემებული კიდე რა ქვია. აზერი ქალი იყო, ის ყავდა აჩემებული. ახლა უკრაინელი აიჩემა. მე ალბათ ფრანგს აიჩემებს და ასე. ის გოგო მომწონს. პრინციპი ტელევიზორს მე ვერ უყურებ. შენ ტელეფონში. და იქ ტელევიზორი ჩამოიკიდება. ტელეფონში ვარ, არ მინდა ეს უაზრო თურქული სერიალები დედა. არ მაინტერესებს. აი აქ ორი ოთახი რო გაკეთდეს ეს ზალა იქ ტელევიზორი აქ ისა მაგიდა სპეციალური ტელევიზორის. ხო. დივან კრესლოქი არის, სხვა რა უნდა მიდიაფი. მეტი ერთ არაფერი. ლამინატი გაუშვი აქა. ლამინატს ნუ გაუშვება მოკრას კესპო. იქ რა იმას რათი აიღებ მე ლამინატი რო გადა. მე რა ვიცი. ან რომ უნდა მოკრას ყოახეთ, ხო არ მოკრას ყო მარტო შეხება უბრალოდ. აი ხარ უნდა აღება? აღება მაინც მოუწევს რესტორანს. გვერდებზე გამოკრასკავა ისე გიორგი და შუაში კი იქნება. იმას რას აიღებ? რემონტ რესტორანი კი რაღა იყო. რემონტს გაუკეთე. რემონტს რო გააკეთებ ის ჩამოშალო მთლიანად? არა. როგორ არა? გადაბმულია რა ნერეთ მოხსნი როგორ არ მოხსნი?
მოხსნი და გადააბამი ისევე. თუ არ გადააბამ და ცალ-ცალკე იქნება. არა ხა მუშარო გიყოლება შეიძლება მოხსნას ხო. გადაგდგას. მე მიდგავს ისე. ამას მეც კი მოხსნი, მაგრამ რო ვეღარ ავწყო მე აღაქნა. ნელის ყბიდან კი აღამოვა. შკაფები ცალ-ცალკე უნდა დაალაგო. კარადები, ხო. აი ეს კარადები, ესენი უნდა მოხსნა ეს კარადები გიორგი. და საძინებელში უნდა გაიტანო. თითო. არა, საძინებელს რო გავაკეთებ. ჩემ საძინებელში სარკიანი ის მინდა. მაგრამ სარკეა შეიძლება საძინებელში. არ გინდა ის რადგან. სარკეა მინდა, სარკეა გირაღა. ერთი საწოლს დადგამ და ეს სარკეა მე კი არ დაიდგება გიორგი. რა საწოლი? ერთ საწოლს დადგამ თქვათ. ხო. ერთ საწოლიანი გინდა შენ? თუ საწოლნახევრია. რა თქმა უნდა საწოლნახევრია. არის დედა საწოლნახევრიანი, კაია, ისეთი დიდი კი არ არის. რა ვიცი. ხო და ის არის. რა ვიცი ნახევარი დავწევი რა. ნახევარი დავწევი. და დადგავ ერთ შკაფს საკმარისია. ესენი გვერდებზე ან და შკაფირად მინდა იქ იმაში. ამ კამოდი უნდა იყიდო. კამოდი რაღაცა. ხო, სარკენ კამოდი. ჩემი ითებს და რაღაცებს დავილაგებ მე. უსარკო კამოდებიც არის. სარკე რა თქმა უნდა სარკეა შეიძლება იმაში საძინებელში. ხო, არის სარკიანი ისინი სხვა არის რა ქვია. ხასადღარი ეგ. ისა და უსარკო და აი ისეთ სიმართლე რო გითხრათ ხო? ყველაფერი უაზროს მივდეთ თქვა. უაზრობის გუჯერა. რა არის ახლა სარკე რო არის რა უნდა გითხრათ სარკე. უფ. კაი რა. მაგრამ სხვათა შორის სარკეს აქვს ძალიან დიდი აურა. იმიტომ თუ რამე ნეგატიური მოხდა თვითონ შიგნით შთანთქავს. ყლაბავს სარკე. ხო და ის არის რა ქვია. აი დადგავ აი ეს საწოლი აი აქა და აქა. აქ დაწევი შენ? აქ. რა გამახსენდა? ერთი ტიკტოკერი იძახოდა რომ ისავ რა ქვია. სარკეში გამიკეთეს, გააკეთეს ისავ რა ქვია. ჯადო გამიკეთეს. და რო შევხედავდიო იმას სარკეს. ცუდად ხვდებოდიო. სარკეში როგორც ჩავიხედავდი, ცუდად ხვდებოდიო. დღეს ცუდად ვიყავი. მე იმას ავქენი თუ რატო მოგდის ესეთი რაღაცა მოხსენითო უკანა მხარეო უკანა მხარე და თურმე ჯადო ყოფილა შიგნით მე გადააგდეს ისა გადააგდეს ხო ემას უთქვია რა ქვია ვინც მაგ ჯადოებს ხსნის ემას უთქვია რომ სარკეც გადააგდეთო და თვითონ ისიც გადააყოლეთო სარკე გატეხეთო დაამტრიეთო ხო და რო ცუდი ის მოკლასო ხო და ის არის რა ქვია. აი აქ შემოხარ ხოლმე ტელევიზიას უყურებ და მე შეხარ დაწვევი დაიძი. ხო, ტელევიზორს. სასაღმოობით ჩვენც კი ვიქნებით აქ. ერთი საძინებელი შენი იყოს, ერთი ჩემი. იგრია ჩვენი საქ. ხო და დავიცი. კაი რემონტი. ექსევიტის როგორ იგრია ნაგვეთი. ვაფშე. სულ გავაკეთებდით აქ. ხო. გავაკეთებდით. ტრაება დაიწყო. საჯენდობაში მივიდა. დამცხა ხალხო. დაცხაო, ჩამოცხა რაღაც რაით. მე კიდე ლომის ფაფარი ვითამახთ მე. მე აღარა ვიკარი ხარ. აღარა ვიცი ხო, ესენი ტკივა ხოლმე რო ავიწიო. ეხლა მაღაზიაში რო წავალ ისედაც უნდა ავიწიო, იმიტომ რომ წვიმს და ცოტა ნიავიც არის და ნიავი როა ხოლმე, ქარი როა ხოლმე, ესე მიშვება თმებს. ესე მიხდის ხოლმე და შეიძლება დავიმტვრე სადღაც. მე მუხლო. ხალხო კიდე წვიმას რო არის, ახალი ფეხსაცმელები რო ვიყიდე, თუ განახეთ არ ვიცი, თუ გაჩვენეთ. იმებს ვერ ვიცო. იმე მივითარი რა ქვია. ისე სრიალებს ხალხო, ისე სრიალებს რომ შეიძლება დააწყდეთ.
ბუქსავთ ჩემი ფეხსაცმელები. რაში შეგიძლია დახარჯო ფულიო, ხო, კითხეს, ხო და ეს არის რა ქვია, ახლა მომიგდო. რამდენი ხნის წინ არის მოსული და კითხვა იყო, ახლა მომიგდო ისინი რა ქვია. კომენტარები ბევრი. როგორ მაშინ? შარშანდელ ვიდეოზე იყო მოსული ეგ კითხვა. და ახლა მომიგდო. რა ამბავი? ახლა მომიგდო, არ ვიცი. და ახლა იმას აღვშველი, ვიზა უპასუხებ. რაში შეგიძლია დახარჯო ბოლო კაპიკიო. რა ვიცი, ბევრ რამეში. ფეხსაცმელებში მაგალითად. ფეხსაცმელების მანია ჭირს. მაგალითად ბოლო კაპიკი რაში დავხარჯოთ? ოჯახს მოახმართ აბა რაში დავხარჯოთ თვაში. ან ფეხსაცმელს ვიყიდი როცა რამე ახალს. რაში შეგიძლია დახარჯო და რა ვიცი, ბევრ რამეში. სიცუდეში არაფერში ვხარჯებ. ბოლო კაპიკი როგორ 1 ლარი თუ გექნება სულ დარჩენილი, იმას ვერაფერში ვეღარ დახარჯავ. 1 კევიც აღარ მოგივა. 1 კაპიკია. საკაპიკეში ჩაკაპიკებულა. ეგრეა ჩვენი საქმე. ჩვენი ის რა ქვია YouTube-ის ხელფასი ადის და რა ვიცი, სადამდე ავა, დღეს ვნახავ. ყვალ შევხედავ აბა. დედაი, დამცხა გიორგი. ხალხნო, ამიტომ თუ კომენტარზე არ გიპასუხეთ ან არ დავაგულე, ესე იგი საერთოდ კომენტარი მე არ მიჩვენა და გაქრა. არა, ბევრჯერ არ აჩვენებს მაგალითად. სადღაც გაქრა. შენთან გიორგი ხო თქვა, ხო მოდის ბევრი კომენტარი. ჩემთან ბევრი მოდის კი. ხო, კომენტარები ხო მოდის. ხო. ჩემთან ანა შენთან იმიტომ რომ შენ YouTube-ით იმას აშვები და შენ არ გიჩვენებს იმ კომენტარს. მე სტუდიოთ იმას აშვები და იმიტომ YouTube სტუდიოში უფრო მეც აჩვენებს. ხო და ჩემთან ამ 5 ან 6 ან 7 ან 8 ან 10 ან 11 კომენტარი და შენთან ბევრი მოდის. ხო და თუ არ იმას აქვენი რა ქვია, ან არ დავაგულე არ გეწყინოთ ხალხო. ან არ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ ხალხნო. იცოდეთ რომ მე არ მომივიდა ის კომენტარი და წლების მერე მოვა. შეიძლება ამ ახალ წელზე იცი რამდენი მოვიდა. იცი რამდენი კომენტარი მოვიდეს. 2 წლის კომენტარი. აი მე გეუბნებით შარშანდელი კომენტარი ეხლა მომივიდა. ბევრი კომენტარები მომივიდა შარშანდელი. ხანდახან საერთოდ იმას აშვება რა ქვია, გაქრება ხოლმე. კომენტარი კი მოდის ჩემთან, ნოტიფიკაცია მომდის. მიჩვენებს რომ კომენტარი დაწერა ამა და ამ გამომწერმა, ხო ადამიანმა. ხო და იმ ნოტიფიკაციას რო ვაწვევი და შევდივარ, არ აჩვენებს საერთოდ კომენტარი უარყოფილია ოიძახის და მე მიგდებს. რატო უარყოფს? მე 2-3 წელი შეიძლება გავიდეს, ამომიგდოს. ხო, შეიძლება 2 კვირა გავიდეს. შეიძლება 2 კვირაში ამომიგდოს, ხო. შეიძლება 1 კვირაში. შეიძლება რამდენიმე თვეში ამოაგდოს. ეხლა ხო დააგულე. ხო დავაგულე ხო და ის არის რა ქვია, ზოგს წინს ხოლმე რომ კომენტარებს შლიო და მე არ ავშლი კომენტარს, არ ვშლი. არ ვშლი. აი მაგალითად ის რა ქვია, ერთი YouTuber-ი კი არა, ერთი ის არის რა ქვია. ჩვენი გამომწერი გიორგი. გონი შენც ყავს მეგობრებში ინგა თამაზაშვილი, ხო, ინგა თამაზაშვილი გამომწერია. არ ვიცი, საერთოდ კომენტარს ვეღარ გიწერ იმაშიო, რა ქვია, YouTube-შიო. არ გიწერს, იმიტომ რომ არ მოდის. ვეღარ წერ კომენტარსო, არ ვიცი, დაბლოკილი ვარ, ყავარ YouTube-სო, მე რა ვიცი. არ მიშვებსო, მე რა ვიცი. რატო მოხდა, არ ვიცი. ისე გიყურებო? ისე იმას აშვებიო, ვეღარ შემოვდივარო იმაშიო, რა ქვია, YouTube-შიო. YouTube-ი დაებლოკა ალბათ. რატო მოხდა, არ ვიცი და სხვათა შორის კომენტარები, ბევრი კომენტარი ჩემთან აღარ მოდის. არ მოდის. ერთი წელიც ხო ეგრე, მაშინაც ეგრე არისო? ხო. სულ რო დავიწყეთ კომენტარი ყველა არ მოდის და არავის ეწყინოს ხალხო რომ კომენტარს არავინ კითხულობს. კითხულობთ ყველას პატივს. ყველა კომენტარს კითხულობთ და იმას ახსოვს. ვერ გავცეთ. ელემენტარული სიტყვა ვერ დავაბრუნოთ, მაგრამ დაგულებით მაინც აგულებს. ვაგულებ, იმიტომ რომ იმან რომ იხდეს რომ წავიკითხე და ის არის რა ქვია. ვაგულებ იმ შემთხვევაში თუ ის არის რა ქვია.
კარგი კომენტარია და ადეკვატური კომენტარია და ცუდ კომენტარებს არ ვაგულებ. ეგრევე იმას ავშვები, რა ქვია, შლიდა. ხოდა და იშლება კომენტარები არ მოდის ჩემამდე, იკარგება, მე რა ვიცი, სად მიდის, სად აგდებს ამ კომენტარებს. მე 2 წლის მერე გამოჩნდა. ხო, კაცმა არ იცის, მთელი მას არხს გადავაქუთებ ხოლმე და საერთოდ კომენტარები არ აჩანს. მე ამოვა კომენტარები რამდენიმე შეიძლება ხალხო იცი რა არის სიტყვა რო დაგვიწეროთ რაღაცა კითხვა ხო შეიძლება 2 წლის მერე გიპასუხოთ 2 წლის მერე გიპასუხოთ დავიღალე უკვე მე თვითონ დავიღალე თქვენ კი არ მე თვითონ დავიღალე მე თვითონ მეჩლება ნერვები რა მოსდის ვერ გავიგე სადმია გამიუთობს ეს კომენტარები ვერ გავიგე ვერაფერი ვერ გავიგე უარყოფით გლახა თუ მოდის ის კარგი რატო არ მაინც კარგი მოვიდეს გლახა კომენტარები რა უხრობად მინდა ხო ხანდახან პოემას დაწერენ ხოლმე ისეთ ძიმას გლახას რო რა ვიცი და ეს პოემა რა თმინდა კარგი მოვიდეს და იყოს 2 სიტყვა ხო კარგი მოვიდეს რა ელემენტარული მარტო გულები მაინც დასვა გულები რა თმინდა ის ცუდი კომენტარს რო მიგდებს ხოლმე და ნერვებს მიშლის ტყუილა მანამ არა უდგა გვერდები მაგრამ მაინც ხო კარგი კომენტარი მომივიდეს ხო შეიძლება და ის წაშალოს მე რო არ მომიწიოს შლა ხო რა და ნერვებაში იმას სხვა არ მივაყოლო კარგი სიტყვას მაინც დაუბრუნებთ რაღაცა მაინც გვეკნება ხო სიტყვას მაინც იმას ვიზავ დაუბრუნებ იმ დღეს ერთ-ერთმა მომწერა მოგესალმებით თუ მიყურებ თემებს გწერო და არ მოდის ჩემთან არ მომდის აი გეფიცებით არ მომდის ხალხო და ფიცება რაღაც უნდა არ მომდის და არ მოდის კომენტარი ახლა თემას თუ უნდა თემა არ გუჩემია თემა ხო თემა არ მიჩემია რომ მქონდეს ხო რატო წაშლიდი აი თუ წეს კარგი ის არის რა ქვია კომენტარი და ადეკვატური კომენტარია რატო წაშლი იმას როდესაც გამომწერია არასოდეს არავის არ წავშლით ხალხო თუ უმსგავსო და უნაირო თუ არის უმსგავსო კომენტარები არც მინდა მაგას არც პასუხობ და არც გვინდა ეგეთი ადამიანები ჩემია ცოტა ყავდეს და ადეკვატური მე ჩემია ცოტა ყავდეს და კარგი ადამიანები მყავდეს ხო და არ მომდის არ ვიცი რა ემართება კომენტარს არ ვიცი ნამდვილად არ გეწყინოთ არ დაგწყდეთ გული იცი რა არის ბოლომდე მაინც ამ ინტერნეტს ივცეს და იმას YouTube-ს და მსგავს რამეებს ვერ გაუგებ ვერაფერს რა ვიცი იმდენი წლის YouTube-ები ვართ და ჩვენ ვერ ვიცით და ძოგს მილიონი და მილიარდი გამომწერი ყავს მაგრამ ის ვერ იგებს რა ბოლომდე რას გაიგებ აქ იმდენი ის სარი რა ქვია აცასნაირი სხვადასხვა ის წესები ემატება ყოველწლიურად წესები და რა ვიცი რას გაიგებ იმ დღეს TikTok-მა გუშინას მომწერა იმდენი ის მომწერა რა ქვია ჯერ ლაივებთან დაკავშირებით ხო ცალკე მომწერა ვიდეოებთან დაკავშირებით კიდე ცალკე მომწერა იმდენი ის იყო რა ქვია კომენტარი ხო იმდენი კომენტარი კი არა და წესი ხო თვალები ამიჭრელა მაინც ბოლომდე წავიკითხე მაგრამ მაინც ახლა მე არც ლაივში გავდივარ და ვიღებ ნორმალურად ვიდეოებს და სხვისი ვიდეოებიც კიდე მე არ გადმოვაქ და არ ავდებ ჩემი მასზე და ხელოვნური ინტელექტით კიდე მე არ ვაკეთებ ვიდეოებს ო არც ის აკეთებს არც მეორეს არც მესამეს ხო ხელოვნური ინტელექტი ხანდახან ცდება ხოლმე chat GPT-ა თუ რაღაცა და ამიშლი იმას იზამს რაღაცას უკომას გააკეთებს ხო ვიცი მიჩვენია რომ ჩემი თვის გადავიღო საუნდებზე ვიდეოები ხო და აი გეთ ვიდეოებს ვიღებ მე ვჩამა ვიდეოში ბავშვი მე არ ამყავს და ისა კიდე რა ქვია რომ ვიდეოში გამოჩნდეს და მე ბავშვებს რატო ბლოკავი ბავშვებს იმიტომ იმას აშვებიან რომ ბავშვი შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენოს და ცუდი იმას აქმნას დაწეროს და ბავშვის ის კიდე ვიღაცამ შეიძლება დასკრინოს სურათი წაიღოს და თავისის გააკეთოს ბავშვებს მაგალითად ვინც არასრულწლოვანები იყვნენ
ზოგ ბავშვს Facebook-მა ის დაუბლოკა YouTube-ი. ბევრი ბავშვის სურათი მინახია, არ მინდა თქმა როგორ. აუ იღებენ სურათს და ის არის რა ქვია. აკეთებენ ცუდ ვიდეოებს და ფოტოებს. ცუდ სურათებს და ყიდიან მერე. და ბევრჯერ შეიძლება ნახო მაგალითად ჩენი ნათესავის სურათი შეიძლება ნახო შიშველი მაგალითად ბავშვი. ისეთ მსგავსობებს აკეთებენ, რომ გადაირევი. და სინამდვილეში ის არც არის. უბრალოდ თავია იმისი. თაღლითობები ბევრი ხდება იმაში რა ქვია. შეიძლება ბავშვი რაღაცა თაღლითობაში ჩაიქრიოს, თვითონ შრალი გამოვიდეს და ბავშვი გახვიოს ხლაფურთში მართლა. და ძალიან კარგად შარში. და ძალიან კარგად ხდება, ხო? შემოიღო ძალიან კარგია. მე მივესალმები ეგეთ მსგავსო რაღაცეებს. მშობლებმა კი ბატონო შეიძლება ის არის რა ქვია. ვერ დაუშლი ბოლომდე, ვერ დაუშლი და ვერ იმასიო, მაგრამ უნდა გააკონტროლო, რომ რამდენი რას აკეთებს ბავშვი შეიძლება იმაში რა ქვია. TikTok-ში რო შედის. რა თუნდა ჯერ ბავშვ TikTok-ი. ზოგჯერ ისეთ სხვათა შორის ზოგჯერ ბავშვებიც ისეთ ნაგავ სიტყვას დაწერენ რომ რა ვიცი. ხო, კი. უნდა გააკონტროლო არა რას წეს და რას იმას აშუება რა ქვია. ჩემ შვილმა ყველაფერი იცის, გავიგე რომ იცის. კარგია რომ იცის. მაგრამ კიდე არ არის საჭირო რომ 4 წლის ბავშვმა ტელეფონი და ყველაფერი იცოდეს. 4 წლის რო ვიყავი ხალხო, ვიჯექი ტალახში და ვთამაშობდი. სათამაშოებში და იმეებში რა ქვია. ტალახიც ვერჯერ მომიზელია კიდე. ქვიშისგან. და ვერჯერ ქვიშა ამიღია და ყუზავიან იმაში რა ქვია. მანქანებში ჩამიყრია და ვითომ გადამქონდა და ის სხვაგან ყრიდი. ხო. ჯდებოდი მულტფილმს უყურებდი, თამაში რომ მომბეზრდებოდა. ესენი მულტფილმებს კი არა, რა ვიცი მე. მეებს უყურებენ ხოლმე რა ქვია. ერთ ჩინელი კაცი არის, რა საზისხრობებს აკეთებს, მე თვითონ მე მეშლება ნერვები იმას რო უყურებ. აუღმეთო რა კრინჯობებს აკეთებს. ოპიდაბი ნერვები მეშლება. ბავშვები იზიან და უყურებენ და იცინიან ხალხო. პატარა ბავშვები. გავგიდი მე იმას რო იმეორებენ. ეგ არის საქმე. ბავშვები სპილოსავით, აი მტვერსას რუტივით, ისრუტავენ ყველაფერს. იცი რანაირად არიან ეხლადელი ბავშვები, სხვათა შორის ეხლადელი ბავშვები, პატარა ბავშვები რომ მოდიან. ტორნადოსავით არიან, რაცაც გაივლიან, სადაც გაივლიან ყველაფერს იმას აშვებიან რა ქვია. შთანთქავენ. და იგივეს აკეთებენ მერე. და მშობლებს კიდე უხარიათ, კარგიაო. მაგალითად ინგლისურად რო დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკს ზოგმა ბავშვმა ჩემზე კარგად იცის ინგლისური. არა, მის იცოდეს კი მაგრამ. კი ბატონო, იცოდეს, კარგია ეგ იცოდეს, მაგრამ არ არის ისა კიდე მე თავის დროზე იცოდეს, როცა საჭირო იქნება. ქართულად აღარ ელაპარაკობენ. არა, ნო, რატო უნდა იცოდეს ბავშვმა? ითქვი არა. ქართული ხო შეიძლება იმას აქნა რა ქვია. მამი. რატო? თქვი დედიკო. ქართულად. როგორ დედა, დედიკო არ არის საჭირო, დედა დაიძახე. დედა ყველაზე კარგი სათქმე. დედა. ხალხო, რა ლამაზი სიტყვები გვაქვს, როგორ ლამაზად გამოითქმის სიტყვები. ჩვენ ქართული სიტყვები როგორ ლამაზად გამოითქმის, ხო? რა თქმა ეს ისა სხვა ენა რო შემოყვა, ხო? რა ვქნა, ვერ ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს და რა ვქნა? როგორ თუ რა ვქნა? აბა მე ვქნა? შენ მაგივრად, შენ აღარ მშობელი. მოდი ახლა დამშვიდობო დედი თორ მაღაზზე წავა. მოიცა ცოტა ხანი ვიყოთ. ამდენზე. 54-ზე ეჯი. ერთ საათზე არ გინდა გასვლა, იმდენი. მოიცადეთ ნახო. 54-ზე ეჯი კაცო.
კიდე უხარიათ იცოდეს კი ბატონო კარგია რომ იცის და კარგია რომ ნიჭიერი ბავშვები მოდიან მაგრამ როგორც რომ ქართულად აღარ შენ და გაწყდა ქართული და და რაღა ავქნა სხვათა შორის მე სხვაზე ვიძახი შეიძლება ვინმე დაწეროს სხვაზე ვიძახი და მე თვითონ მაღაზიაში რო შევდივარ მაგალითად მე არა ჯანდაბა დამეტაკა არ ვიცი ახლა იმაში რა ქვია საზღვარგარეთ არა ვარ რომ ქართული არ მესმოდეს და უცხო ენა მესმოდეს და იმას აქვნა რა ქვია დამავიწყდეს შეიძლება სიტყვები ხო და მაგრამ საქართველოში რო ვარ და ქართული სიტყვები მესმის და ხანდახან ის მომდის ინგლისური სიტყვა რა გავაკეთო ხანდახან მაღაზიაში რო შევდივარ ხო პური მინდა ხანდახან მინდა პური ხო შეიძლება პური მინდა ხუთი პური მინდა რო უთხრა ხანდახან ვფიქრობ ხალხო 1 საათი რომ რა მინდა და რა ვთქვა და ქართულად რო ვთქვა მაგალითად მინდა სემზეს უმძირა შევედი არა ხანდახან მომივა რაღაცა ინგლისური სიტყვა ვფიქრობ 1 საათი ახლა გაიხსენე როგორ არის ქართულად და მამასობაში სანამ მე გავიხსენებ ხოლმე იმ სიტყვას ხო 9 შემოდის ხოლმე რა ქვია გამყიდველი კი არა მყიდველი დგავარ და ვფიქრობ რა მინდა იცი რა გინდა მაგრამ კი ვიცი რა მინდა მაგრამ არ მინდა რომ იმას შეიძლება ვერ გაიგოს ინგლისურად რო უთხრა და არ მინდა რომ ინგლისურად უთხრა ხოლმე რა რიტყვის ვიღაცა ის ქართველია და რა ინგლისურად მე გასვეწკებულა ძალიან ინგლისურად მელაპარაკება ოი ვიდედა გასვეწკებულა ხო არ რიტყვის ინგლისურად რა ინგლისურად დამიწყე ლაპარაკი ინგლისურად ჩვენც ვიცითო ხანდახან გუშინი ვერ გავიხსენე კომბოტო როგორ იყო ქართულად ხანდახან უბრალოდ წყალი რომ მინდოდეს მაღაზიაში რომ შევიდე და გული მიმდიოდეს და წყალი მინდოდეს ვერ ვიტყვი ხოლმე რომ წყალი მინდა და გული მიმდის რა მემართა და რა მემართება ვერ ვხვდები მაგას ვერ ვხვდები მე არ უნდა გამიშვათ საქართველოსთან არ უნდა წავიდე საქართველოსთან თორე საერთოდ შეიძლება დავავიწყდეს და სხვაზე ვიძახი და მე თვითონ ვაკეთებ მაგას არ მე ბავშვი ხო არა ვარ კაცო ბავშვებმა არ უნდა ილაპარაკონ ინგლისურად მე უნდა ვილაპარაკო კაცო მე დიდი ვარ უკვე ბებერი ვარ მე მეპატიება უკვე ბებერი ვარ სკლეროზით ამაქვს ხოლმე ხანდახან ბებერი არა ვარ სიმაც რო გითხრა ბებერად ჩემ თავს არ ვთვლი ხუმრობ უბრალოდ მე ძინდება ბავშვი ყველაშია სხვათა შორის რამდენი წლისაც არ უნდა იყო ისინი რა ქვია რომ მიჭეჭინებს იქისე ხო წლოვანება მხოლოდ ციფრებია მეტი არაფერი ბავშვი ყველაშია და ისე არ უნდა გავიზარდოთ რომ ბავშვი მოუყოლათ თქვენში ეს რომ გასიმღერა მე სხვათა შორის ზოგი მიწერს ხოლმე ინგლისური ესე კარგად თუ იციო იმაში იმასაკენი რო წადი და იწყე თარჯიმნად მუშაობა რა თარჯიმანი ხალხო თარჯიმნად რომ მე ვიმუშაო საერთოდ ქართული დამავიწყდება და მე რა დაგავიწყდეს მე რაც გაიგებ რა უნდა გითხრა რაღაცა გაიგებ და დაგავიწყდება გიორგი შენი ენა მე გაგახსენდება მე უცბად ამომიტივტივდა ხოლმე სხვათა შორის არ ვიცი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაღაზიაში რო შედიხარ და ქართულ მაღაზიაში და ქართულს როგორ დაილაპარაკო ის რო არ იცი უხერხულობაში ვარდები
აქ ჩვენთან ინდოელები არიან, აი დაბლა ცხოვრობენ და ის არის აქვე მაღაზიაში რომ შემოდიან ხოლმე და მე მოვხვდები. ის ვერ აგებინებს, გამყიდველი ვერ აგებინებს, არიციან ქართული კარგად. ხო და ის არის აქვეა. ამ ბოლოს მე ვაყიდინე ყველა პროდუქტი. რა უნდა ცუდად მე ვაყიდინე. ხალხო, მე ვაყიდინე, თორე გამყიდველი ხო ვერ იმას აშვება რა ქვია. ხო, ვერ ეუბნება. ვერ აგებინებს, ის ვერ აგებინებს, ის ინგლისურად ეუბნება, ეს ქართულად ეუბნება. და მე ვარ ხოლმე ხანდახან თარჯიმანი. როცა მე მოვხვდები. მე რასე უნდა? მე რომ მოვხვდები იქ. რასე უნდა მე გამყიდვის ეს უნდა? რასაც ისინი იტყვიან, რასაც იმას აშვებიან, მე უთარგმნი გამყიდვას. ქართულად? გამყიდვას ქართულად ხო? ამიტომ ლიბრეში უნდა ეყიდო რომ მივიდნენ აიღონ თავის ხელით. ხო, თავის ხელით აიღონ. მაგრამ იქ რომ მივიდეს სალაროსთან ინგლისური შეიძლება ხო არ იცი. ხო. მაგრამ სხვათა შორის უნდა იცოდე. იცი რა არის? უნდა ისწავლო ელემენტარული სიტყვა მაინც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ინგლისური დღესდღეობით ძალიან გამოსადეგია. რუსულიც კი, მაგრამ ინგლისური უფრო გამოსადეგია. რუსულიც არ გვაწყენს. ვიცი, მაგრამ არ უწყენი ვარ დღემდე აგერ ვარ. საერთოდ არ მოუწამლი ვარ. არა, ელემენტარული ყველა ენა უნდა იცოდე გიორგი. მაგრამ როცა ქვეყანაში ჩამოდიხარ, ჩამობრძანდები და ცხოვრება გინდა, ნება უნდა იბოძო და უნდა ისწავლო ქართული ენა. ჩვენ რომ მივდივართ იმათ მე ვალდებული არა ვარ რომ შენ ინგლისურ ენაზე გესაუბრო, არ რუსულ ენაზე. ხო და შენი ხომ მივდივართ ჩვენი. ჩვენ რომ მივდივართ, ელემენტარულს მაინც ვსწავლობთ. მაინც ხო ვაგებიეთ რა. ხო. როდესაც მე ჩამოდიხარ საქართველოში და თუნდაც მაღაზიაში ვმუშაობ და მე მაღაზიის ისა ვარ, რა ქვია, მოლალე ვარ. მე არა ვარ უფლება კი არა ვარ ვალდებული რომ შენ თუნდაც რუსულად გესაუბრო. ჩამოხვედი, ცხოვრება გინდა ისწავლე. სხვა გზა არა გაქვს. თქვენ რომ მაგალითად ემაში ხართ, რა ქვია. გინდაც ავსტრიაში ხართ, ავსტრალიაში ხართ თუ ამერიკაში თუ ემაში, რა ქვია, იტალიაში თუ თურქეთში ხართ, ხო? ხო სწავლობთ იმენას, სადაც ხართ. ხო ელემენტარული მაინც ხო იცით? სანამ რომ დაიკარგოთ უბრალოდ რომ ვიღაცა მიგასწავლოთ. ადგილი. ხო ზოგადად ვამბობ უბრალოდ. აი მაღაზიაში შეხვიდეთ და სალაროსთან მე გააგებინოთ. კარგად სწავლობენ სხვათა შორის. ხო. გააგებინოთ რაღაცა, ხო? და საქართველოშიც ეგრე არის, რა თქმა უნდა, რომ ემიგრანტი ჩამოდის და ის უნდა, რა ქვია, სწავლა კი არა და ცხოვრება უნდა და აქ მუშაობა უნდა ისწავლო. ხო. უნდა ისწავლოს. როგორც ქართველი სწავლობს, ისე უნდა ისწავლოს. აი ჩვენ მაგალითად ახლა ინდოელი კურიერები არიან ბევრი, ხო? რამდენი არიან? არიციან ქართული. უბრალოდ კი ბატონო იყვნენ, არაფერს მიშლიან მე, მაგრამ ქართული არიციან. და ზოგმა ინგლისურიც არიცის წესიერად. ხო. კი მესმის გავიგერო გაჭირვების გულისთვის არის ჩამოსული, სტუდენტია და იმას აშვება, რა ქვია. სწავლობს. თან მუშაობს რომ თავისი შემოსავალი ქონდეს. მაგრამ ან ინგლისური იცოდე, მაგრამ ქართული უნდა ისწავლო, როცა საქართველოში ხარ. ყველამ ხო ინგლისური არ იცის არა. მე ვიცი შეიძლება ვიცი, მაგრამ ყველამ ხო არ იცის. მაგალითად თუნდაც რუსული ყველამ ხო არ იცის. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიცი. ჩვენ რომ ჩავდივართ, კი უნდა ვისწავლოთ და ვალდებულები ვალდებული ხარ, როცა ჩამოდიხარ და აქ გინდა ცხოვრება და მუშაობა, უნდა ისწავლო. იმიტომ რომ როცა ქვეყანაში ჩამოდიხარ და მოქალაქეობას იღებ და ისახარ, უკვე ამ ქვეყნის ისახარ,
მაცხოვრებელი, ხო? უნდა ისწავლო. მეტი გზა არ არის. ხო. ამერიკაში რო ჩავიდეთ მაგალითად. ახლა არ გვეტყვის ის ვიღაცა ამერიკელი რო ინგლისური არ იცი და სად მოდიოდი და იმას ითხოვო რა ვიყია? საცხოვრებელს ითხოვო და მოქალაქეობას ითხოვო. ხო გვეტყვის? კი, იგივეა. იგივეა საქართველოშიც. კი მესმის ყველა უნდა ჩამოვიდეს კი ბატონო, მაგრამ ვერავის ვერ დაუშლის ჩვენ რო გავდივართ, მივდივართ სხვაგან. სხვას ვერ დაუშლის ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდეს, მაგრამ ქართული ისწავლოს. აი მე რამდენი ვილაპარაკე ხალხო. მოდი ახლა დაგე. სხვას ვეუბნები და მე მგონი მე თვითონ მავიწყდება ქართული. მოდი ახლა ხალხო იმის არ იყოს. ფესვები რო არის და ბოლოს რო ქართული ავიწყდება და ფრანგულად რო იწყებს ლაპარაკს. ეგრე მავიწყდება გორი. ხალხო დაგემშვიდობებით. დაგემშვიდობებით. კარგად იყავით, მაგრად იყავით. დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის. არ გეწყინოთ ხალხო თუ გული. თუ არ დავაგული ან არ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ, იმიტომ რომ კომენტარი არ მომდის. შენთან გიორგისთან არ მოდის. ჩემთან არ მომდის კომენტარი და და ფიზიკურად ვერ დავაგულებ. ხო და როცა 2 წლის მერე და 3 წლის მერე თუ ამოვიდა კომენტარი, მაშინ აგულებს. მაშინ ვაგულებ და პასუხობ კიდეც. ხო. და მაშინაც გიპასუხებთ. 2 წლის მერე თუ ამოვიდა, გიპასუხებთ ყველაფერს. აბაჰე და აბახო, კარგად იყავით, მაგრად იყავით, უფალი იყოს თქვენი შენწე. ბედნიერი საღამო, ყველაფერი საუკეთესო. დარჩენილი საღამო ბედნიერი, ღამე ბედნიერი, ბედნიერი დილა, მშვიდობიანი რაც თავარია. ყველა ადგილში, იქით აქ. სადახართ არ ვიცი, სადაც ახართ ყველგან, ყველა დღე მშვიდობისა. აბაჰე და აბაჰე. აბახო. კარგად. Bye.